მოგესალმებით მეგობრებო, საუბარს ვაგზელებ ისევ Led Zeppelin-ზე. 1969 წელი ის ეპოქა, როდესაც ვიეტნამის ომი კვლავ ძვინვარებს, როდესაც ამერიკელი ახალგაზრდების სისხლი უაზროდ იღვრება ფაქტიურად ვიეტნამში და სწორედ ამ ვიეტნამის ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების ტურნეს დროს Phil Morris-ში ძალიან ცნობილ საკონცერტო დარბაზში ისინი Vanilla Fudge და Led Zeppelin როგორც კონკურენტები და როგორც მეგობრები კვლავ შეხვდებიან სცენაზე ერთმანეთს ინფორმაციისთვის მინდა აღვნიშნო რომ Vanilla Fudge გამოდიოდა დეტროიტის ძალიან ცნობილ ჯგუფთან რომელიც სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს heavy metal-ის წინამორბედად საუბარია MC5-ზე ჯგუფის პოპულარობა იმდენად მაღალი იყო და იმდენად დიდი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ როდესაც ისინი სცენაზე უკრავდნენ Who Lotta Loves ამ საყოველთაო ცნობილ კომპოზიციას, რომელმაც ჩარტებში ფაქტიურად პირველი ადგილი დაეკავა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც წინა რიგებში იდგნენ, ფაქტიურად სცენაზე აღფრთოვანებისგან თავს ურწყავდნენ.